მე დავიწყო. ოცნებად ვარ, მაშინ ვინ? როდის მოვიქეცით კარგად და როდის არ მივიღეთ საპასუხოდ მუშტი. ის ხალხიც მეწოდებოდა თვითონ რომ უყურებ პატრონის თანამშრომელი. მართლა არსებობენ ეს ადამიანები, ვინც გაუშვეს. არა, დათო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ამ ინტერვიუსთვის. გაგვეცანით, რა საქმიანობით და რასთან დაკავშირებით გაგათავისუფლეს სამსახურში. მე დავიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვიყავით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ამ ზომალების პოზიცია გვეყავა. გამოვაცხადეთ გაფიცვა 28 ნოემბრის ამბების შემდეგ 30-ში გამოვაცხადეთ ჩვენ გაფიცვა. ხელშეკრულების ვადა წლის ბოლომდე იყო. მანამდე მოოდინი ჰქონდა, რომ ხელშეკრულება გაგვიგზავნებოდა. მივიღეთ შეტყობინება, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულების გამო აღარ სჭირდებათ ამდენი თანამშრომელი და გვემშვიდობებიან. თან ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არც შემცირება იყო გამოცხადებული, არც რამე დაანონსებული მსგავსი, რომ არ დასჭირდებოდათ მომავალი წლიდან. და მანამდეც ხო გამოგიხატავთ ალბათ პროტესტის თუ ზოგადად ასე ხართ განწყობილი და თქვენი აზრით რა შეიცვალა, რამ გამოიწვია ის, რომ მანამდე არ მოყოლია რეაგირება, ან რაიმე სახის რეაგირება თუ მოყოლია? ჩვენ მანამდეც რეაგირება ჰქონდა როგორც საზოგადოების წევრებს მიმდინარე მოვლენებზე და აქციებზეც დავდიოდით. არ იყო საკმარისად ხმამაღალი განაცხადი როგორც ჩანს. იმიტომ რომ მანამდე ჩვენ არ გვეგრძვნია არანაირი რაღაც ზეწოლა ან რატო დავდივართ აქციაზე ან რაღაცა ესეთი პოზიცია. მათ გაზაფხულის აქციებს გულისხმობთ ხო? გაზაფხულის აქციებსაც გულისხმობთ და ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვიცია ვინმესთვის საშუალება, რომ მაგვარი პოზიცია დაფიქსირებულიყო ჩვენ მომართ. ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ვიგზავნით, რომ ეს ეგზისტენციური პრობლემის წინაშეა მთელი ქვეყანა და რა დროს მეორე ხარისხოვანი პროცესებით დაკავება, როცა ქვეყანა თავზე გვეანგრევა, ხო? გაფიცვა რამდენი ხნით გამოვაცხადეთ? გაფიცვა გამოვაცხადეთ საკმაოდ ემოციურ ფონზე. იმ მომენტში არც ვიცოდით სამწუხაროდ კანონმდებლობა რა ტიპის გაფიცვას უყურებს და ზოგადად რას ითვალისწინებს იურიდიულად ეს ტერმინი. ჩვენი გაფიცვა იყო ეს, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევასრულებთ დღეს ჩვენ ჩვეულ და დაკისრებულ მოვალეობას იმის ფონზე, რაც ირგვლივ ხდება. აღმოჩნდა, რომ კანონი მაგას არ ითვალისწინებს, ერთადერთი შეგიძლია გაიფიცო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად დასაქმებულთან გაქვს პრობლემა, ან რაღაც სამუშაო პირობებს ააპროტესტებ. ერთ თვით ადრე უნდა გააფრთხილო ადამიანი, დამსაქმებელი, რომ შენ რაღაცას აპროტესტებ და აპირებ გაფიცვას. და მედიაცია უნდა იყოს თქვენ შორის და ამის შემდეგ თუ რაღაცა ისევ იგივე პირობებია, შეგიძლია გაიფიცო. კონკრეტულად რაიმე ფაქტის შემდეგ გამოვაცხადეთ გაფიცვა თუ 28-ში რომ მოვისმინეთ განცხადება, ესე დავდიოდით სამუშაოდ და თან რაღაცა განცდა იყო, რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდება და რეაგირება გვინდა და რაღაცა გათავისუფლების მომენტი იყო, როცა ვნახეთ ის კადრები, როგორ დაარბიეს ადამიანები, რომლებიც თავის უფლებას იყენებდნენ რაღაც გაპროტესტებს. უკვე აქცეულ ადამიანს, როცა ესე სასტიკად გადასწორდებიან. პირველი დღეები იყო მგონი ხო? ხო, 30-ში იყო დილით ჩვენ რა ვნახეთ ღამის ამბები. თან როცა ხედავ ახლა შემთხვევით, რომ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი, ვისაც ქვია ის ესე რომ უმოწყალოდ რო უსწორდება აქცეულ ადამიანს, ეს აშკარა ინდიკატორი იყო, რომ რაღაც კატასტროფა ხდება ქვეყანაში. თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ იმ ადამიანებს დასჭირდნენ? დაუშალების განცდა თავიდანვე იყო წინა შემთხვევების დროსაც. კი, ვიღაცები ცდილობენ, რომ რაღაცა გადაცდომად შეფუთონ ეს ყველაფერი, მაგრამ ხედავ რამდენი ფაქტი არის და რამდენზე დადგა შედეგი, ხო? გააზრებულად ეგ მოლოდინი არ იყო, რომ რაღაცა არავინ არაფერს მოთხოვს. ალბათ მოველოდით მაინც რომ რაღაცა პასუხისმგებლობას ვინმე აიღებდა. როგორც მინიმუმ ვალდებულების განცდა მაინც გაგვიშვა პასუხისმგებლობის განცდა, რომ უნდა მოვითხოვოთ ყველამეთად, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩეს. თქვენთან ერთად სხვა ადამიანებს აპროტესტებდნენ ალბათ საჯარო რეესტრში და იყვნენ ალბათ ისეთებიც, ვინც საპროტესტოდ იყო განწყობილი, მაგრამ ვერ გაბედა. 13 ვიყავით, ვინც არ გავედით სამუშაოდ იმ დღეს. არიან ადამიანები, რომლებიც საღად ხედავენ სიტუაციას, რომ არ შეიძლება პოლიციელმა სასიკვდილოდ გაიმეტოს ადამიანი. ამას ხედავენ, უბრალოდ ყველასთვის ალბათ ნათელია ჩვენი სოციალური მდგომარეობა, ძალიან რთულია რაღაც პასუხისმგებლობები დააყენო რისკის ქვეშ. ამიტომ ბევრს უჭირს სამსახურს დაკარგვის შეშიან. კი, კი. თუ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, რაც ამ ადამიანებისთვისაც გადალახავს წითელ ხაზებს, ასე ვთქვათ. ჩვენს ქვეყანაში არის სოციალური სოლიდარობის კრიზისი, ემპათიის კრიზისი. რაღაცა რადიუსივით არა, ემპათიური რადიუსი თითოეულ ადამიანს აქვს ეს და ზოგისთვის ეს ოჯახის ვიწრო სტრესს მოიცავს, ზოგისთვის
თქვა სანათესაოს სამეგობროს და როცა მათთვის უცხო ადამიანს ეხება, შეიძლება სოლიდარულები იყვნენ, შეიძლება შეწუხდნენ, გული ეთკინოთ, მაგრამ აი რეაგირებაზე აღარ მიდიან. სადღაც აი მანდა პრობლემა და მე მგონია რომ ეტაპობრივად მივედით აქამდე. სოლიდარობა ცოტა რთულია, მაშინ როცა ვიწრო ეკონომიკური ბრძოლა გაქვს, ხალინდელი ტყვის უჭერთ ადამიანებს სხვა რაღაცებზე ფიქრი და თვითონ საჯარო რეესტრში რამდენად დიდია იმ ადამიანების წილი რაოდენობა, რომლებიც მინიმუმ საპროტესტოდ არიან განწყობილი. იგრძნობა ეს თანადგომა, რომ ის ადამიანები გათავისუფლებლად რეესტრის თანამშრომლებზე გულისხმობ ხარ, რომ ყველა აღნიშნავს მაგას, რომ რაღაც დოკუმენტაციისთვის რომ მიდიხარ, რაღაცა აფიქსირებ იმათ თანამშრომელი ხარ, რომელიც გაგიშვას. თანაგრძნობა რაღაცა შეიძლება ესე ჩამოყალიბებული და გაშლილი არ იყოს ამ მოკლე ურთიერთობის დროს, მაგრამ მაინც იგრძნობა დარჩენილი თანამშრომლების. იყო შემთხვევა, რომ მართლა არსებობენ ეს ადამიანები, ვინც გაუშვეს და უშვა. არაფრის გარანტია აღარ აქვს იმ ხალხს, ვინც იქ მუშაობს. ამის შესახებ მგონია რომ საკმარისად არ ვლაპარაკობთ, ამაზე არ არის დათმობილი ყურადღება, იმიტომ რომ რეალურად ეხლა რომ განვიხილოთ, რომ შეუძლიათ ყოველი 3 თვის შეფასების შემდეგ ადამიანები ყოველგვარი მიზეზით და ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვონ სამსახურიდან, ეგ რო იცოდნენ ადამიანებმა, ალბათ სხვანაირად მოიქცევიან, ხო? მე ვფიქრობ, რომ კიდე რაც მათ აფერხებთ კაფე ოპოზიციის დაჭერაში და გამოხატვაში არის ის, რომ რაც ბუნდოვანობის განცდა აქვთ, მოთხოვნა ხო გაქვს ყველას, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და განთავისუფლდნენ პოლიტიკოსები და ეს შედეგი რომ წადდეს, მომავლის გეგმა არ არის. ანუ მეტი სიცხადე რომ იყოს პოლიტიკურ პროცესში და რომ ვიცოდეთ პოლიტიკურ პარტიები ან ხალხი რას აპირებენ. მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც ხო ვითხოვთ ამ არჩევნებს, მაგრამ არჩევნებს ვითხოვთ ასეთი სახით. ესე უნდა შედგეს არჩევნების შემდეგ გეგმასავით უნდა იყოს, მე მგონი, რომ პროცესის განვითარების რაღაცა სიუჟეტი რომ იყოს დასახული ამ ადამიანებისთვის. კი, ეს ისეთ შენიშვნა ალბათ, რომელიც აქციის მონაწილეებიდანაც მოდის ხოლმე, არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან, ვინც ყოხმანობენ და არ იციან რომ მხარეს წადგნენ და სრულიად გასაგებია, რომ პირველ რიგში მაგ ადამიანებისთვის აქვს მაგ სიცხადეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრზეა ზოგადად ან პროტესტს არ უერთდება და სხვანაირი აღქმა აქვს ამ ყველაფრის. ანუ იმ ადამიანებზე არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, ვისაც რამე პირადი ინტერესი აქვს და შესაბამისად ის მარტივად მხარეს არ შეიცვლის. იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, ოცნებათ თუ არა მაშინ ვინ. კამათის დროს პირველი ეგ მოდის, რომ კარგი, ესე ინ გაუშვით და ვინ სხვა. მესმის რომ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ახლა არჩევანში, რომ ცვლილება მგონია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ არ მოხდეს კორუფციის ჭაობში ისე ღრმად ჩაფოლა, რომ იქედან მე ვეღარ ამოვდივართ. მესმის რომ არ ყავს ანგელოზები და მგონი უნდა დავამთავროთ ის დრო, როცა გონია რომ აი ვიღაც ერთი მოვა, ვიღაცა ძალიან გვინდოდეს და იმას სრულად მივანდოთ ყველაფერი და მიუშვათ, რომ აი ის იმუშავებს ისე როგორც საჭიროა. მგონი მაგ ილუზიიდან უნდა გამოვიდეთ და ვიფიქროთ, რომ ვისაც ავირჩევთ და მივცემთ ხმას, არ არის აუცილებლად გადამორჩენელი ღვთაება და უნდა იყოს აუცილებლად კონტროლში და რომ დამპირდა რაღაცას, მოვითხოვო მისგან, რომ აი შენი განაპირები რამდენად შესრულდა. მე მგონი ასევე აი საშიშროებები უნდა დავანახოთ საუბრისას ამ ადამიანებს. თუნდაც ის მომენტი, რომ ქუჩაში ვერავინ თავს ვერ დაიცავს უკვე და ვერც პოლიციისგან მოითხოვს სადაც. რომ მიდიხარ ქუჩაში და რაღაცა წესრიგზე ვარ შეთანხმებული გონია, ხო, სოციუმი. რომ აი ეს არის ნორმა და ასე ვიქცევით ჩვენ. და ამაში გეხმარება გვერდით რაღაცა პოლიციის არსებობა, რომელიც წესით და კანონით უნდა იცავდეს წესრიგს ქუჩაში, ხო? და ჩვენ ვნახეთ ისეთი კადრები, როცა ადამიანი ითხოვს დახმარებას, რომ აი ვიღაცა ჯოხიანი ადამიანები მოდიან, მაგინებენ და ცემის ალბათობა არის ძალიან დიდი. და ამ დროს პატრული არის იმდენად უსუსური, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს. ის ხალხიც მეწოდებოდა თვითონ რომ უყურებთ ის პატრულის თანამშრომელი, რომ რისთვის არის იცის წესით და ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ თვითონაც არ გძობს თავს დაცულად. პატრული რო არ გძობს თავს დაცულად და დღეს ახლა მესმის რომ პოლიტიკური ნიშნით დაგვიზდევენ და ვიღაცას განსხვავებული იერის გამო ვისწორდებიან ხო ქუჩაში. რა გარანტია აქვს ვიღაცა ადამიანს, რომელიც გონია რომ წნარად ცხოვრობს და მას არ შეეხება, ხო? აი რა გარანტია აქვს, ხო იმასთან არ მივლენ. აი რატო ხარ მშვიდად? მარტო იმიტომ რომ დღეს ვიღაცას ხოლში არ ხვდები? ხო გამოვიარეთ 90-იანები. ხო ვიცით, როცა მოშლილია რაღაცა სამართლებრივი ნორმა, რა ხდება და როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებსაც იცნობდნენ ხა.
მის გვერდით ცხოვრები ადამიანები მეზობლებს როგორ ექცეოდნენ. ხო გამოვიარეთ და ვერ ხვდები რაზეა ეს სიმშვიდე და დაფუძნებული, რომ არ ეშინიათ ამ ადამიანებს დღეს. ალბათ იმაზე რომ რაღაცას უფრო მეტად ეშინიათ. რატო გვაქვს ახლა გარანტია, რომ კარგად მოვიქცევით რამენაირად და იგივე არ გამეორდება, რაც ადრე ხდებოდა, ხო? როდის მოვიქეცით კარგად და როდის არ მივიღეთ საპასუხოდ მუშტი, ვისითაც გვაშინებენ იმ მხრიდან, ხო? და ეხლა როცა მეგობრებს ვკარგავთ რეალურად, ქვეყნები, რომლებიც ჩვენი ჯარის განვითარებაში მონაწილეობას იღებდნენ, რითაც რაღაცა ზურგი გქონდა, ხო? რაღაცა ინფრასტრუქტურა მოშლილი გვექნება ცოტა ხანში. რა დაგვიცავს იმ ფაქტორისგან, რასაც ქვია მეზობელი ჩრდილოეთით. ვიღაცებს ალბათ აქვთ იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ ისეთი მაგარი ქვეყანა ვართ, რომ ჩვენი ჩვევწებ გაუკლავდეთ. ხო გვასწავლა გამოცდილებამ, რომ არც ენის მოჩვილი გვაშველის და არც ისეთი ძლიერები ვართ. რამე ისეთი ხო არ ეგ სათქმელი, რასაც არ გაგვიმახვილებია ყურადღება. ხო, ეხლა რომ მოვდიოდით აქ, გზაში შეგხვდა სამარშრუტო ტაქსი და რაღაც გამორჩეულია იმ სამარშრუტო ტაქსებიდან, რომელიც ქალაქში მოძრაობს, ახალი, ცინცხალი და გინდა იქ ასვლა. და უკან წარწერა ევროკავშირის დაფინანსებით გვაქვს ეს და ვფიქრობდით ეხლა ან ის ძღოლი თუ ფიქრობს ამ ტრანსპორტს რომ მართავს, ან მაშინ მჯდომი ადამიანები, რამდენი რაღაცა სიკეთე გვაქვს მიღებული მეგობრებისგან. და როგორ ეს ერთი ხელის მოსმით გვაკარგინებენ ამ მეგობრობას და ამ მიღწევებს ადამიანები პირადი ინტერესების გამო. ხო, არა, მაგის განცდა ზოგადად არ არსებობს საზოგადოებაში. ქუთაისის ცენტრი რომ ევროკავშირის დაფინანსებთან გაკეთებული ეგეც არის ძენ მეგონი ამ ქალაქში და ზოგადად რაღაცები რო კეთდება, მაგას ხშირად ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ წინასაარჩევნო თუ გაკეთდა მით უმეტეს, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოს ადგილობრივი ამომრჩევლის განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მინიმალურითაც ბედნიერები და კმაყოფილები არიან ხოლმე ადამიანების შესაბამისად ეკონომიკური და სოციალური პირობებიდან გამომდინარე. ადამიანები ჩვენი მუნიციპალიტეტების უმეტესობა გადასამზადებლად მიდის ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ხო? ჩვენი ქალაქი ხა მაგალითად რომ ქალაქებსაც ემეგობრება, სულ არის მივლინებები, მიდიან იქ ადამიანები და რაღაცებს სწავლობენ, რომ აქ მერე უკეთესად ვიცხოვროთ და ჩამოდიან აქ ადგილზე რომ არაფერი არ ხდება და ვერ უგრძნობთ მათ გადამზადებას, ხო ფაქტია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენს ირგვლივ არის ცოდნაზე, ხო? ეს ცოდნა მოდის ევროპიდან და გვეხმარებიან მეგობრები და ეხლა უცებ გადავწყვეტეთ, რომ იცი ჩვენ არ გვინდა იმათ დახმარება. თითქოს აქამდე ჩვენით მოვედით ეს 30 წელიწადი და მინდა რომ თუ ვინმე მოგვისმენს, დაფიქრდეს მაგაზე, რამდენად ჩვენი ძალებით სხვების დახმარების გარეშე შეგვიძლია ფონს გასვლა. ყველას ხო უნდა უკეთეს ცხოვრება. მეეჭვება ხა ვიღაცა თავრობის მომხრე იყოს, რომელსაც არ უნდა უკეთეს ცხოვრება, ხო? და ეს უკეთეს ცხოვრება საიდან მოდის მაგაზე თუ დავფიქრდებით და რატო მივყავართ სხვა მხარეს? მაგ კითხვა უნდა გავაჩინოთ როგორმე იმ ადამიანებში, ვინც ასე არ ფიქრობს ჯერ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ანალოგიის სახით, რომ დაახლოებით ესე ვხედავ ახლა დღევანდელ სიტუაციას, რომ თუ ვთქვათ ყველა ერთად ერთ დიდ სახლს ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის სახით და რაღაც მომენტში აღმოვაჩინეთ, რომ საქმენ კედელში არის უზარმაზარი ნაპრალი, ჩვენი პატარ-პატარა საქმეები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ და უნდა ავტეხოთ განგაში, რომ აი ამ ნაპრალს უნდა მივხედოთ, საქმენი კედელია და შეიძლება თავზე ჩამოგვემგროს მთელი სახლი, ხო? ყველამ რაღაცა პატარა წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ როგორმე თავარი პრობლემა რაცა, იმას მივხედოთ და ხმა ავიმოღოთ. ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლების გარეშე არ გამოვა არაფერი. დიდი მადლობა და კარგ სახელმწიფოში ცხოვრებას. ყველას გვეღირსებოდეს ნეტა.